გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ვსაუბრობთ იმ პრობლემატურ და საჯიბროთო საკითხებზე, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში არსებობს და არის. ესე იგი, რომ დამკვიდრდა ეს პრობლემები, დღემდე ვერ ხდება ამ პრობლემების ვერც ლოკალიზება და ვერც ესე იგი ფაქტიურად აღმოფხვრა იმ პრობლემების მიხეილი სააკაშვილმა დატოვა ამ ქვეყანაში. ხომ უნდა მოხდეს და ხომ უნდა ერთხელაც სამუდამოდ ქვეყნის ხელისუფლებამ გაწმინდოს ეს ქვეყანა და ქვეყნის ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში მოახდინოს როგორც სტაბილური პოლიტიკა, ისე სტაბილური ეკონომიკა და აღდგეს ადამიანის უფლებები, აღდგეს სამართლიანობა ამ ქვეყანაში, მაგრამ ვერ ვხედავთ ამას ჩვენ დღეს ვერ უყურებთ. პირიქით, უფრო იქით მიდის საქმეები, რომ აგეთ ტალახს გვესვრის ეს აგენტურული ქსელი, ეს deep state-ის აგენტები, პირიქით, აყენებენ შეურაცხყოფას ჩვენს ოჯახურ ტრადიციებს, ჩვენს წვენას, ჩვენს ეკლესიას და აი გააქტიურებული არის. მით უმეტეს პარტია პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ გააქტიურდა ისე ეს აგენტურა და ეს სააკაშვილის და ამ ბაჩანა ახალაიას და სხვა დანარჩენი ამ ძონდერების აგენტები და პირდაპირ ეხლა კამპანია დაიწყეს ეკლესიის წინააღმდეგ და წარმოედგინეთ თქვენ როგორი ესე იგი ინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებაში. აღარ ეციან რა ქნან მოკლედ და რა კუთხით ესე იგი გვესულონ ტალახი და რა კუთხით მიაყრენონ ეკლესიას შეურაცხყოფა და როგორ ჩაერიონ, მაგრამ ეს ხო პირდაპირ დავალება არის იმ პირდაპირ სექტანტური და იმ სოროსული დაჯგუფებების, რომლებიც დღეს ჩვენ ქვეყანაში ცდილობენ გამეფთენ და ამ გამეფების საფუძველზე ქვეყანას წაართვან ის ტრადიციები და ის ისტორიები, რომლებიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს. აი და დიდი ბრძოლებით და დიდი შრომით და დიდი წვალებით მათმა მხრებით მოგვიტანა ეს ყველაფერი და მით უმეტეს პატრიარქის ბრძოლამ და პატრიარქის ამ დიდმა შრომამ დღეს მოიტანა ქვეყანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არ სისხლი დაიღბარა და არც ისე იმ დოზით უკვე არ მოხდა ის ცუდი პოლიტიკური მიმართულებები, რისთვისაც ესენი ბრძოლობენ, ხო? მაგრამ უკვე აიშვეს, ამას ქვია აშვება და აწყვეტა, როცა პარტიაკი გარდაიცვალა და სანამ პატრიარქს აირჩევს სინოდი, მანამდე ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკლესიაში როგორმე კვლავ გააძლიერონ თავიანთი მართვა და ეკლესია დაამსგავსონ იმ ეკლესიას, როგორც დაამსგავსა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში. და უკრაინაში ვხედავთ ჩვენ როგორი არის ეკლესია და როგორი არის ის მრევლი და ის მღვდლები და ის ეპისკოპოსები, რომლებიც სწორ ლოცვას და სწორ წირვას ატარებდნენ, ხო? დღეს უკვე ისინი იდევნებიან, დღეს მათ უკვე აქვს ძალიან დიდი პრობლემები, ზოგი დააპატიმრეს, ზოგი მოკლეს და ზოგი კიდევ გააქციეს ქვეყნიდან ხაზ უსვამ იმ ადამიანებს, ის ადამიანები გააქციეს, ვინც სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლობდნენ, ხო? ეს უნდათ გააკეთონ საქართველოში და ამას აკეთებენ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ ვისაუბრებთ იმ თემებზე, რომელიც თემებიც დღეს არის საინტერესო ყველა მოქალაქისთვის, რომელი მოქალაქეების და რომელი ქვეყნის მაცხოვრებლების და ქვეყნიდან გაქცეული ადამიანები ბრძოლობენ როგორმე სააკაშვილის დროინდელი დატოვებული არასამართლიანი მიდგომები მათ და მათ ოჯახების მიმართ რომ აღდგეს, მაგრამ ამასაც ვერ ხედავს დღეს საზოგადოება და ამ მიმართულებითაც პრობლემებია ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე. მე და ბატონი ზაზა გვიმრაძე დღეს ვისაუბრებთ სწორედ ამ პრობლემატურ საკითხებზე. ბატონი ზაზა, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონ ტრისტან, მადლობა მოწვევისათვის. ბატონო ზაზა, ჩვენ ვხედავთ ამ მდგომარეობაა დღეს ჩვენ ქვეყანაში. გასაგებია, ეხლა პოლიტიკურად ვერ ვიტყვით, რომ სტაბილური მდგომარეობა არის. ასე თუ ისე ჩვენი ქვეყნის ირგვლივ კერები არის, ძალიან საშიში კერები არის გაღვივებული, რომელმა კერებმა შესაძლებელია გადმოინაცვლოს ჩვენ ქვეყანაში. ამავდროულად გარდა იმ გარე საფრთხეებისა, აქ ქვეყანაში შიდა საფრთხეები უკვე ჭარბობს მეტად ვიდრე გარე საფრთხეები. გააქტიურდა ისევ და ისევ კი იყვნენ ისინი აქტიურები და ებრძოდნენ ეკლესიას, ებრძოდნენ ქართველ ქრისტიან ადამიანებს, ებრძოდნენ ოჯახურ ტრადიციებს, ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ებრძოდნენ სწორედ იმ მომავალს, რომელიც მომავალს უნდა
გააძლიეროს ეს ქვეყანა, მაგრამ ახლა უფრო გააქტიურდა და აქტიური კამპანია დაიწყო ეკლესიის წინააღმდეგ. ახლა ჩვენ ვიცით ეს საიდან მოდის, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ საზოგადოებას ყველაფერი უთხრათ და აუხსნათ, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვინ არის ამის თავიზათავი და რა დატვირთვა აქვს ამ ანტიეკლესიურ კამპანიას, რომელიც დღეს უკვე აქტიურად მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. მივესალმები კიდევ ერთხელ პლუსის მაყურებლებს. ბატონო ტრისთან, ეს ის აგენტურული ქსელია, რომელიც დასავლეთმა, კოლექტიურ დასავლეთ ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ევროკავშირმა ვითომ საქართველოს ეხმარებოდნენ და ფაქტიურად აქ აგენტურული ქსელი ჩამოაყალიბეს მეხუთე კოლონა, რომელიც ყველა დავალებას იქიდან მიღებულს ასრულებს პირნათლად. აქ პირველი ეს იყო ბატონო ტრისთან, რომ დღესაც უყურებთ რა, რამდენი თავდასხმა იყო ეკლესიაზე. ჯერ პატრიარქი გაცილებული არ იყო. არ არის. ვარდები და ისინი დამჭკნარი არ იყო, უკვე დაიწყეს. იქ ატეხეს მეუფეშიოზე, ვიღაცებზე გამოვიდნენ ვიღაცები, ამათი მომხრეებიც არიან იქ ახლა. ნაყიდი გაყიდულები ზოგადად. ხო, არიან საპატრიარქო საპატრიარქოს არიან ისინი ჩანერგილები, ხო? ჩანერგილები და სულ გაყიდულები რა, მაგას ვიტყვი სულ გაყიდულები. კი. რომ აუ მეუფეშიო იქნება ვინმე რაღაც. რა ჩვენი საქმეა? პატრიარქმა განაცხადა დიახ. სრულ ჭუაზე, სრულად გიორგობის დღეს ქაშვეთის ეკლესიაში 9 წლის უკან. დიახ. რომ ვაცხადებ ჩემი შეგნები, ჩემი მითი ყველაფრითო მეუფეშიო არის ჩემი თანამოხსნე. ეს იგივე ანდერძია პატრიარქის. მაინდა-მაინც დაწერილი ხო არ უნდა იყოს. დაიწყეს ჩუმი ანდერძი ხო არ არსებობს თუ ის კაცი ასრულებს იმას რაც პატრიარქმა უთხრა და გაიხადა თავის თანამოსაყდად. გაამზადა, როგორც მეფეები ამზადებდნენ თავისუფლის სულს ერთ-ერთს. კი ბატონო. თავის ტახტის მემკვიდრედ ისე მოამზადა პატრიარქმა და გამოარჩია მეუფეშიო. ამაზე რატო უნდა იყოს? ყველა იძახის ჩვენ პატრიარქს თუ პატრიარქის მიყვები და თუ პატრიარქის ლაპარაკს მიყვებით ესე გაქვს, მაგრამ ამაში არის ჩვენს მეხუთე კოლონა. როგორც დაგვაყვედრეს ამერიკელებმა 6 მილიარდი დავხარჯეთ საკ. აი ამას ვის დაახარჯეს 6 მილიარდი? ქართველ ხალხისთვის აი თავის აგენტურულ ქსელს ყვებავდნენ ამ 6 მილიარდით ამდენი წლის მანძილზე ბატონო ტრისთან. იქიდან დასავლეთიდან იქიდან და ამას რზენია რო უყურებ ამათ რა ბატონო ტრისთან რა. არ შეიძლება პატრიარქი აირჩევა წმინდა სამების ზალი და ის იქნება ვისაც წმინდა სამებას უნდა. ჩვენ ხალხმა უნდა უყუროთ იმას და ჩვენ ნაკლებ უნდა ვილაპარაკოთ ეკლესიის ამბავზე, იმიტომ რომ ჩვენ არ წმინდა სინოდის წევრები ვართ, არამედ ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მრევლი ჩვენი დედა ეკლესიის და ჩვენ უნდა უყუროთ როგორ გადაწყდება სიტუაციები, როგორ ახსულდება პატრიარქის სიტყვა. ჩვენ ამას ველოდებით ქართველი ხალხი, ვინც მივაგეთ პატივი უკანასკნელზე ჩვენს უწმინდეს მონეტარის კათოლიკოს. ჯერ 40-ის არ არის გადახდელი და 40 დღეს არ არის გასული და მოკლედ არის სვენებენ რა. ბატონო ტრისთან, ესენი ვერ მოისვენებენ, ამათ დავალებები აქვს მიღებული. ამათ უნდათ რომ საერთოდ არ აიჭეს პატრიარქი საქართველოში. და არ იყოს და სინოდალური მართლობა შემოიღო. როგორც იმაშია, ხო? საბერძნეთში. საბერძნეთში და დაღუპეს საბერძნეთში. დაღუპეს საბერძნეთი. საბერძნეთის და რო ძველ მართლმადიდებლურ ქვეყანას პატრიარქი არ აყავს. წარმოიდგინეთ თქვენ. ყველას აყავს. ისტორიულ ქვეყანას, ისტორიულ ქვეყანას და ძველ მართლმადიდებლურ ქვეყანას არ აყავს პატრიარქი, სინოდალური მართლობა. ეს უნდა საქართველოში. ხო. ეს სინოდალური მართლობა არაფერი არ არის, ბატონო ტრისთან. აქ როგორ არის, იცი? მაგალითად არსებობს მაგალითად ცხეთის საეპისკოპოსო, იქ თავისთვის ასაც უნდა იმას აკეთებს ერთი, მეორე მეუფე იმას გააკეთებს, მესამე სხვადასხვა ეპარქიებში. იმიტომ არის სინოდალური მართლობა, რა ერთად შეიკრიბე, გადაწყვეტილი. ანუ ანგრევენ საპატრიარქოს. საპატრიარქოს დაანგრევა უნდათ, იმიტომ პირველი შიშის არსებობს მაგათ საპატრიარქოს, იმიტომ რომ საპატრიარქოს და ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს აც განსწორებულს, ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს უდიდესი ავტორიტეტი იყო და 77 წლიდან. დაჟე აი კომუნისტების დროსაც, როცა წირვალოცა ნაკლები მიმდინარეობდა, როცა პატრიარქი უდიდესი ძალა ჰქონდა მაშინაც პატრიარქს.
აი ეს ვერ მოინელეს. ეს ვერ მოხარშეს, რომ როგორ შეიძლება ყველგან ასუსტებენ თითქმის მართლმადიდებლობას და საქართველოში ვერ დაამარცხეს სამ პატარა ერში. ამემა კი არ იციან, რომ ქართველი ერი არის უფლის რჩეული ერი. იმიტომ ისა ეს მიწა უფალმა. ეხლა რა არის ეს ქართული მიწა რო ქვია საქართველოს და იმიტომ დედავში ამის დაჩოქება ძნელია. ეხლა ძალიან მე ერთ რაღაცას გეტყვი. თან ორკესტრირებად გამოდიან პოლიტიკოსები, ვითომ მამაძაღლი ისინი რო არიან, რა ქვია, დიდი მცოდნეები რო არიან ამის. პროფესორები, აკადემიკოსები. ვიღაცები რაღა გამოდიან, ჭობე რაღაც ხო ესე უნდა იყოს 50 ლარიანი დიპლომები აქვს და 10 ლარიანი გვარები რო აქვს. ხო, ეგეთი ხალხი და თან რა არის, იცი, უყურებ ამ სახეებს უკვე თან ის ხალხი გამოდის ვინც საზოგადოებას არ მოსწონს. აბა ვინ მივა? ევე პირველისა ფორმულაში ვინ მივა ნორმალურად? ესენი მე გეტყვით ახლა ბატონო ზაზა, ის ხალხი გამოდის რომ ამოთქვი. ესენი ხალხი არ არიან. და რატო არ არიან ხალხი? ადამიანები მე ვერთვლი მაგათ ადამიანებად. არა აქვთ მაგათ ქართული, არა აქვთ კაცური, არა აქვთ ის ვაშკაცური, რომელი ვაშკაცურის ჩვენს ქართულ გენში და კოშში დევს. არ არიან ესენი ქართველები და ვერ იქდებიან ვერასოდეს ქართველები, რადგან ისინი ეხებიან ყველანაირ სიწმინდეებს, რაც ჩვენ ქვეყანაში არის. ისინი პირდაპირ მიზანმიმართულად ებრძვიან იმ სიწმინდეებს და იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ჭეშმარიტების საფუძველზეც არის დაფუძნებული ქართველი ერი, ქართული ოჯახი, ქართული ტრადიციები. დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და, ძმა, შვილი, ცოლი, ქმარი ამ ინსტიტუტებს ებრძვიან და ესე და ამის ბრძოლის საფუძველზე ქვეყანა გააპიდარასთონ, აი ეგერაშია საქმე. ბატონო ტრისთან, იცი რა არის? ეს საქართველოში ვერ მოხდება და არც მოხდება. იცი რატო არ მოხდება და ვერც მოხდება? ამას აქ ერთი ხარე რომ ქართველი კაცში და ქართულ მოსახლეობაში და ის კიდევ ვინც და საქართველოს ისეთი კოდი დევს, რომ ქართველი ამისკენ არ არის მიდრეკილი რა. შეიძლება ქართველმა წააგოს რაღაც მომენტში ცოტა ერი, მაგრამ როცა ერის გადარჩენაზე მიდის, თავის ტრადიციებზე მიდის, თავის სამშობლოზე მიდის, თავის დედა ეკლესიაზე მიდის, ლაპარაკი, იქ ქართველი უკან აღარ იხევს უკვე რა. ესენი მეხუთე კოლონა გამოკვებულები, კაი გამაძღრები და მოგძღრავენ და ისეთი ხალხი მოძღვრავს და რაღაცებს ვითომ სიკეთისკენ რო გიბიძგებს რა და არადა ფარისეულები ყველა. შენ რა საქმეა შენი ეკლესიაზე ლაპარაკი? ტაძარში არ დადიხარ პირჯვას არ იწევ. რა საქმეა შენი ეკლესიაზე ლაპარაკი ვიღაც მაიმუნი? ესენი არიან სარეველო ბალახი. სააკაშვილის ჯიბით პუტანგები ესა ლომჯარია, გიგაური, ეს კიდევ ეს ნანუკა ჟორჟოლიანი, მერე კიდევ ეს ვიღაც ბაბუცა პატარაია კიდო. საიდან მოიყვანეს ბიჭო ეს გარეწარი და ეს არაავტორიტეტი. შეხედე ერთი ჟურნალისტი ნამუსი გარეწ ჟურნალისტიკა შეხედეთ ბატონო ტრისთან. სიძის ნამუს გარეწელი ქალები, თან ქალები. ქალებიც ქუჩის ქალები, ზუკნა ქალები, გაიგე? ბატონო ტრისთან შეხედე ჯერ ტელევიზიებში ვინ მუშაობენ ამათ ტელევიზიებში რა. არა ამათ სათავეში დგას ის მამაშა რო არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არის დიდი მამაშა, აი ამათი მამაშა არის. ეს და ეს არისო ყველაფერს მართავს და ეს არისო პირდაპირ ამათი ხელმძღვანელობით ებრძვის საპატრიარქოს, ებრძვის პირდაპირ ევროპული. ჩვენ გვჭირდება რომ ვინ გეკითხება ევროპული პატრიარქი გვინდა თუ როგორი პატრიარქი იქნება ისეთი როგორ შეშონის საქართველოს და ქართულ მოსახლეობას უნდა. აი ის იქნება პატრიარქი. სანამ ევროპულია. თვითონ ევროპაში რო იყო ვითომ დიდი რამის გამკეთებელია რა. მე რა არის ისა კიდევ ისა ბიჭო, ეხლა წარმოვიდგინეთ თქვენ. თორმე რო ძინავს სულ პრეზიდენტი გონია თავის. ესენიც კიდევ ეს ქათმები რო არიან, ეს გვარამია ქათამი, ეს ისა ჯაფარიძე ქათამი, ეს ჭიჭე ვაშაძე ქათამი, გაიგე? ეს ქათმები არიან ხალხო, გაიგე? ესენი ციხეებში რო ეყარენ ახლა იქ ხო საქათმეში ეყარენ, გაიგე? ქათმები არიან, ისინი კაი ხალხში და ნორმალურ ადამიანებში იქ ვერ შევლენ საკნეებში, გაიგეთ რასია საქმე და არც აქვთ უფლება და არც მიიღებს ნორმალური საკანე მაგ ქათმებს და გამოდიან აქ და მორალს გვიკითხავენ, გაიგე და როგორ ღებულობთ მაგათ თქვენ და როგორ უსმენთ მაგათ თქვენ და როგორ ელანძღიებთ თქვენ მაგათ ეკლესიებს, როგორ ელანძღიებთ თქვენ მაგათ ჩვენც იმ ნამდვილ წინამძღვრებს დაიმათ, გაიგე და როგორ გინდათ კაცო გააქათმონ ეს ქვეყანა?
სადაც დაინახავთ ერთ ადგილას საჯდომში წიხლი ამოარტყით და ისე გამოეკიდეთ. გინდა თავშეყრის ადგილიდან, გინდა სადღაც ქუჩაში რო გევლით. ესენი ქუჩაში ვერ უნდა დადიოდნენ ბატონო ზაზა. აუ, ბატონო ტრისთან, თავი და თავი, ამის მე გეტყვით რაც არის რა. როცა ქვეყანაში სამართლიანობა რო არ აღსდგა და სამართლიანობა არ დაიმკვიდრა, აი ამის ბრალია ბატონო ტრისთან დღეს ეს ქათმების კრიახი მეხუთე კოლონა, ყველაფერი ამის ბრალია ბატონო ტრისთან რა. ის ადამიანები, ვისაც სამშობლო უყვარს, ქვეყანა უყვარს, თავის დედა ეკლესია უყვარს, ღმერთი სამშობლო და ადამიანები პატრიარქმა დაგვიტოვა რა. ილიამ კიდე უფრო სხვანაირად ენა მამული სარწმუნოება. აი ამის გარშემო გაერთიანე ქართველები კიდევ ესენი გამოყავთ პოლიტიკაში, კიდევ ესენი არიან იმაში, ამდენი ხანია ვერ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლო, რომ ესენი არ იყვენ პოლიტიკაში, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომ კრიმინალური ორგანიზაცია იყო, არა პარტია და იმის დანაყოფები არიან სულ ესენი ვინც კრიახობენ დღეს. ამაზე ახლა ის რომ არის, ის ზუგნა, ის რა ქვია იმას ელენე ხოშტარია, ეგ ეს ლეკა ხოშტარია, ნომრიანი აგენტი. წელიწად ნახევარი მიწევს და ატეხეს კრიახი და ერთი ამბები ბიჭო, გაიგე? წელიწად ნახევარი რა არის ჯერ? რას ვია? მე ახლა ადამიანის დაჭერა კი არ მიხარია რაღაცა. მე ნუქტასო მე პირადად შვილე 4 შვილის დედა ყოფილა და რა უნდა იქ რაზე ვაკეთებ? წავიდე შვილების აბსოლუტურად დედა. გამეხარტოს ადამიანის დაჭერა, იმიტომ რომ მე თვითონ ვიცი რა არის პატიმრის ცხოვრება და მე იქ პატიმრები იყვნენ და იხდიდნენ საჯერს კაცურად და ადამიანად და ისე ვიხდიდი ჩვენ საჯერებს, მაგრამ ეს კი არ მიხარება რა. ეს არამზადები, რომლებიც პირდაპირ მიზანმიმართულად ქვეყანას აღანგრევენ, მას აგერ რუსთაველი გადაგვიწვეს, აგერ ერთსა ბერს შეურაცხყოფას აყენებენ, ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ოჯახურ ტრადიციებს შეურაცხყოფას. პრეზიდენტ სასახლეს ფორმით არ იღებდნენ, არ ყოფილა ეს. მაგათ არა, მე ახეთ ამ უფრო მეტ მნიშვნელოვანი თემებზე საუბრობ. აგერ პრეზიდენტის სასახლე პრეზიდენტი იყო არ იყო, მაგრამ მე ამ ტრადიციებზე და ამ სიწმინდეებზე საუბრობ, რომელსაც ჩვენ საუკუნეები არის ურთილებდებით და ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ და ეჩეხებოდნენ ამას, ხო? ამას რო შეურაცხყოფს ადამიანები, რა არის წელიწად ნახევარი მაგისთვის? წელიწად ნახევარი კი არა, მაგეთის ახლა მე გეტყვით, აგერ ეცუს ბაბადიეთ, მე გეტყვით ახლა მაგას უნდა გააკეთო ქართული მოცემა, ბიძინა ივანიშვილო. ამ კი ქველმოქმედი კაცი ხარ და რაღაც ფულებს ხარჯავ, გასაგებია და ეს მაგას ვერავინ ვერ უარყოფს, გაიგე და ვინც უარყოფს არ იქნება თავის მართალი, მაგრამ ერთი სათხარი გვაქვს თქვენთან, სადღაცა იქით ვისკენ საგარეჯოსკენ ადრე იყო კომუნისტების დროს ისინი რა სამკურნალო ის იყო გამოსაფხიზლებელები იყო თუ რაღაცა იყო. აი ეგ ააშენეთ რაღაცა ერთი დიდი ესეთ რაღაც შენობა როგორც გდანის ციხეში ეს გდანის ციხის ტიპის გაიგე და სულ ყველა მაგენი შეყარა იქ ესენი ეს ქათმები გაიგე იმათ რა უნდა ნორმალურ პატიმრებთან და ნორმალურ ციხეებში სულ ყველა შეყარე მან გაიგე და მან მოუყარე მაგათ თავი თუ გინდა რომ საქართველოს დაისვენოს და საქართველოს მოსახლეობა დაისვენოს ეს ჭირი და ეს უბედურება მოგვაცილე ძალიან ვთქვათ ესენი უნდა თუ არ მოაცილე ხო და მით უმეტეს სახელმწიფო სტრუქტურებში ხავს ძალიან ბევრი ქათმებიც ნაცებიც და ლიბერასტებიც და ეს დიპსტეიტები და ეს ეფტეინები კიდო ქვეყანა ყავთ გადაჭედილი გადავსილი და ყველას გონია რომ თუ რამე ფუჭდება დღეს ქართული ოცნება აფუჭებს და თქვენ აფუჭებთ ხო არ გინდათ კაცო რომ საზოგადოებაში მოიხვეჭოთ სახელი და იყოთ ისეთი ხელისუფლება რომელიც ხელისუფლებას შეგიყვარებს ხალხი ვერ შეგიყვარებთ ხალხი იმიტომ ვერ შეგიყვარებთ ხალხი რომ ეს ბაბატი ეთაკი წამოვს და რა ეს მაიმუნები ხართ გვერდით გაიგე რაშია საქმე ეს მაიმუნები და ეს არაკაცები და ეს არამზადები გაიგე და სახელმწიფო სტრუქტურებში ანდონიარი სავსეა მერია გინდა სამინისტროები გინდა ყველა ძალოვნები ყველგან აყავთ ხალხი ყველგან იღებენ ინფორმაციას როგორ იცოდათ ბატონო ტრისთან რა ეხლა გადის და გამოდის ინფორმაციები გეგორება ქარვასვლა იყოს მიდინოს ეხლა გუშინ ამ ქათამაიმა რა ქვია მელაძე შაბათის შოუ ის არის ხო ის იქ ბიჭო სუსის ფაილები გამოიტანა თო სუსის ფაილები გამოიტანა ვიღაცა იმან რა ქვია ქათამას ჟურნალისტმა იმან მელაძემ ნოდარ მელაძემ გაიგე და იქ თელი ესენი რა მოსმენების საუბრები და ესენი და ვინ აწევს ამ ფაილებს ერთი გამაგებინე ამ სუსის ფაილებს ვინ აძლევს და შიგნით აყავთ აგენტურა აბა ვინ მისცემს ან ცალკე სუსი ყავთ ამას და უსმენს ხალხს და მე გამოვაკეთე კარგად ყოფილა არ შეაგვარდეს აკვე თუ ცალკე სუსი ყავთ აბა როგორ შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების ფაილები ვინმე მესი აიღოს და გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია ესე ხდებოდეს ჟურნალისტების ხელში ეგ რუსეთს რა მაშინ რა ქვეყანა რა ვაფშე არაფრად ყოფილა საქართველოს დაცული არ ყოფილა მე მჯერა რომ
შეიძლება რაღაც ძველი რაღაცაა და რაღაც მონტაჟებია. არაფერი ახალი კაკაბაძეს წინააღმდეგ გააკეთეს. ნანა კაკაბაძეს წინააღმდეგ. თუმცა ნანა კაკაბაძეო ლობირებს საპატრიარქოს გაიგე და თელი ამბე. აუ რა სიგიჟია ნანა კაკაბაძე რას ლობირებს? ნანა კაკაბაძე ჩვეულებრივი ქალბატონია. უბლება დამცველია და პატრიარქს ძალიან უყვარდა და იქიზდებოდა თითქმის კვირა არ გავიდოდა რომ საპატრიარქოში ყოფილიყო ნანა კაკაბაძე და პატრიარქს ძალიან უყვარდა ნანა კაკაბაძე. და რას ლობირებს ეხლა ნანა რა ერევა იმ საქმეებში ვისაირჩევენ რა სიგიჟეს ლაპარაკობს ესა ეხლა მე თქვენ ეხლა ახსენეთ სამართლიანობის აღდგენა ახსენეთ ბატონო ზაზა მე ეხლა მე ვიდა ჩვენ ტელემაყურებელებს უთხრა და რაღაც პატარა 5 წუთიანი ის უთხრა რა პირველ რიგში ვიფასო ტელემაყურებელებო აი თვითონ ბატონი ზაზა არის მსხვერპლი იმისა რომ არ აღდგა დღემდე სამართლიანობა და ეს კამკაცს აქვს უზარმაზარი პრობლემები უზარმაზარი პრობლემები აქვს იმიტომ რომ დღემდე სამსახური არ მიეცეს კომპენსაცია არ გადაუხადეს და არის თელ მithumetes სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს რომ სახელმწიფო უნდა გადაუხადოს კომპენსაცია მაგრამ იმ პროკურატურაში არის და მუშაობს ისეთი ადამიანები რომლებიც თავის ძოზე ამათ დაპატიმრებებში ღებულობდნენ მონაწილეობას ჩვენ დაპატიმრებებში ღებულობდნენ მონაწილეობას ხო მე მეორე ეხლა მე მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს გაიგე და ეს არის ფაქტი აგერ თქვენ კარგად მოგეხსენებათ და კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის დროს ამ ჯალათის და პირსისხლიანის სააკაშვილის დროს მაშინ ბაჩანა ახალაია იყო თვარსთების ციხეების უფროსი და ციხის 2026 წელს ციხის ბუნტი. ციხი ხო ხავსო ციხის ბუნტი, ხო გავსო. და მაშინ იყო ერთ-ერთი ესა რა ქვია, ამ ციხის ბუნტში ფიგურირებდა ესეთი ადამიანი ზურა ვიბლიანი, რომელიც ადამიანი დააინვალიდეს. და ასაკეთებდნენ ახლა ამ ციხის ბუნტის დროს ციხეში კვიდავი კარმუშკებში ავტომატებს ყოფდნენ და ატრიალებდნენ ასე საგანში წარმოედგინეთ თქვენ არავინ არ დაჭირა მაგაზე ხო გაიგე აი მას ყოფი ახლა რაღაცა ყოფი და ამიტომ მოვითხოვე რომ 5 წუთი ამაზე ვისაუბროთ მე თქვენ გააკეთეთ კომენტარები ამაზე ბატონო ზაზა როგორც თქვენ კიდევ მსხვერპლი ამ იმის რაღაცა ქვია მაშინდელი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ხო ზურა ვიბლიანი რომელიც ადამიანი დააინვალიდეთ ციხეში ხო გამოვიდა მან მოიხადა საჯელი ბატონმა ზურამ და დაიწყო ბრძოლა იმისთვის რომ ამდღარი იყო სამართლიანობა ხო მის მიმართ და მან ამხილა ყველა ის დამნაშავე თანამშრომელი ყველა ის დამნაშავე ჯალათი ყოლელი ამხილა მან და ფაქტიურად ბრძოლა დაიწყო ამ იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ რომელიც დაჯგუფებებიც ჩეხავდნენ და კეპავდნენ პატიმრებს და რას არ უკეთებდნენ და როგორ არ აწამებდნენ ხო და ყველაფერს აკეთებდა ეს ადამიანი ზურა იმისთვის რომ მიეღწია სამართლიანობის მაგრამ ამ ადამიანს შეუქმნეს ამას გეუბნები უკვე ახლა ქართული ოსტენის პირობებში ამ ადამიანს შეუქმნეს პირობები ისეთი ქვეყანაში რა პროვოკაციები არ გაუკეთეს რა არ გაუკეთეს ოჯახებზე ოჯახის დამოუკრება გზაში ორჯერ სამჯერ ავარიების ხელოვნურად საავარიო მდგომარე ხელოვნებას შექმნა ავარიების მოწყობა ნუ ანუ ამ ადამიანს სიცოცხლეს და ამის ოჯახის სიცოცხლე დაემუქრა საფრთხე და წავიდა გაიქცა დატოვა ეს ქვეყანა გააქციეს კაცი რომელიც ბრძოლობდა სამართლიანობისათვის შესაბამისად შემდგომ მისმა ძმამ გააგრძელა ეს ბრძოლა ბატონო ზაზა გელა ვიბლიანმა გააგრძელა ეს ბრძოლა რომ მის ძმასთან მიმართებაში ამდგარი იყო სამართლიანობა და დასჯილი იყო ყველა ის დამნაშავე რომელმა ადამიანმაც რომელმა მე ადამიანი ადამიანი არ არის რომელმა ჯალათმაც ჩაედინა ზურა ვიბლიანის მიმართ დანაშაული და დააინვალიდა ეს კაცი ბეჭ კი რაფერს ხოვდა სახელმწიფოს კაცო გელა ვიბლიანის ბრძოლამ არ ესიამონა ძალიან ბევრს იმ ჩანერგილ აგენტურას ქართულ ოცნებაში, პარლამენტში, სალონებში და ამ გერა ვიბლიანსაც დაუწყეს ბრძოლა. შესაბამისად, იმედი იყო იმისა, რომ წულუკიანის კომისია განიხილავდა ამ საკითხს, იქაც კი მოახერხეს და არ განიხილეს ეს საკითხი, გაიგე? დაბლოკეს, რა თქმა უნდა, დაბლოკეს, ხო? ანუ ამ გელა ვიბლიანმა იმ დონე იბრძოლა იმ დონე იწვალა და ისეთ კლანს დაუპირისპირდა დღეს ის კლანი რომელი კლანიც არის დღეს იმაში ქართულ ოცნებაში ჩაბუდებული ეს არის გადმონაშთი ეს არის ის ბრალი იცი ეს არის იმის ბრალი რომ კოჰაბიტაცია რომელი კოჰაბიტაციას თავს მოახვიეს საქართველოს მოსახლეობას თავის ძოზე ამ დამპალმა და გარეწარმა რესპუბლიკელებმა და იმან მარგველაშვილმა და თინახიდაშელმა და უსუფაშვილმა ტრებმა საქართველოს ტრებმა ამ კოჰაბიტაციამ ქნა ის რომ სამართლიანობა ვერ აღდგა და არ აღდგა ამ ქვეყანაში და ეს ადამიანები როგორც ზურა ისე გელა აქციას დევნილებად
გელას გაიქცა ამ ქვეყნიდან, რადგან გელას ოჯახსაც და გელასაც დაემუქრა საფრთხე, როგორც მის სიცოცხლეს, ისე მის ჯანმრთელობას, ხო? გაიქცა ეს კაცის გააქციეს საქართველოსთან, კაცო. რა გინდათ ახლა თქვენ ვერ გავიგეთ? ქართველების გარეშე გინდათ ეს ქვეყანა იყოს აქ? რა გინდათ კაცების გარეშე გინდათ იყოს ეს ქვეყანა? აგერ ზოგი გააქციეთ ამ ქვეყნიდან, რომლებიც იბრძოდნენ სამართლიანობის აღდგენისათვის და არ გესიამოვნათ ეს და შეუქმნით პირობები ისეთი რომ რო არ გაქცეულიყო ამ ქვეყნიდან შეიძლება მათი ლიკვიდაციები მოგახდინათ აქ და ამას გააკეთებდით კიდევ ვიმეორებ კიდევ მამაკაცების უმეტესი ნაწილი ციხეებში ამოამწყვრიეთ აგერ და ოჯახურ ძალადობის რაღაც გაურკვეველი მუხლები რო გაქვთ ის და აი ეს არის ჩვენი საქართველო აი ეს გადით გაიარეთ ქუჩებში ვის შეხვდებით ეხლა ვის ნახავთ საყურეებიან და კიკინეებიან ბიჭებს გაიგე კაცები ძალიან ცოტაა დავიარებით ამ ქუჩაში ზაზა აიგე და ამ გვიმაში და ერთი აი ესეთი რაღაცები რო ხდება ასეთი ადამიანების მიმართ აი ძმები ბიბლიანების მიმართ ეხლა ამ გელა ბიბლიანის მიმართ ხელისუფლება რას აკეთებს ერთი მითხარით სად არის ის უფლება დამცველები სად არის ის სახალხო დამცველი რატომ არ ელევა ამ პროცესებში და რატომ არ იცავს ამ ადამიანების უფლებებს და რატომ არ არის ეს ადამიანები დაცულები და რატომ უნდა იმყოფებოდნენ ადამიანები დღეს დევნილობაში თუნდაც ზურა თუნდაც გელა და რატომ უნდა იყოს ამ პრობლემების წინაშე რომ მათ უნდა ენატრებათ თავიანთი სამშობლო ენატრებათ თავიანთი კერა ის მამული ის საყვარელი ადგილი სადაც ეს ბავშვი ეს ბიჭები დაიბადნენ გაიზარდნენ ვაჟკაცებად იქცნენ კაცებად იქცნენ და კაცურ ცხოვრებას მიყვებიან დღემდე ხო აბა ყოფილიყო ამაცავეთ უკუმართები და ესენი თუ მაშინ ვინ რამეს უზამდა მაგრამ ამათ უყვართ საქართველო, ამათ უყვართ ოჯახები, ამათ უყვართ ეკლესია, წვენა, ერი, ბერი, მორწმუნე ხალხი არიან, ხო? ამათ უყვართ ის ოჯახური ტრადიციები, იცავენ იმ ოჯახურ ტრადიციებს და ამიტომ აღმოჩნდნენ და ამიტომ არიან დღეს დევნილობაში და ის სამართლიანობა, რომელიც სამართლიანობას უნდა ამდგარიყო, ამათ მიმართ არ აღადგინეს და დაიწყო გელამ ბრძოლა, ამიტომ არის რომ გელა დღეს დევნილობაში არის. უნდა ჩაერთოს თუ არა. საერთაშორისო ორგანიზაციები, მე მოუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს. იქ იმ ქვეყანაში საზღვარგარეთ სადაც იმყოფებიან ისინი მე ახლა შეგნებულად არ ვასახელებ ამ ქვეყანას ხო მოუწოდებ საერთაშორისო იქ იმ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებ იმ ქვეყნის უფლებადამცველებს ამ ადამიანების პრობლემატური საკითხები შეისწავლონ ძირფესვიანად და შესაბამისი თუ დემოკრატიული ქვეყანა ხარ და თუ ადამიანის უფლებებს იცავს შენ ქვეყანა რომელ ქვეყანაშიც ეს ადამიანები იმყოფებიან და პატივს სცემ თქვენ ადამიანის უფლებებს შესაბამისად მიუდგეთ ისე როგორც ეკუთვნით ამ ადამიანებს უფლებებს და დაიცავეთ მათი უფლებები და მათი სტატუსები და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიტყვით და დავწუნდებით რომ მართლაც ყოფილი ამ ქვეყანაში დემოკრატია და მართლაც იცავენ თურმე ადამიანის უფლებებს. რატომ ხდება ბატონო ზაზა და კვლავ ისევ თქვენს მიმართ და ასეთი ადამიანების მიმართ პრობლემები არის ქვეყანაში. მარტო გელა და ის კი არ არის ბიბიკვარები. ბევრი ხალხი წავიდა უსამართლობისგან. ბევრი პოლიტპატიმარი წავიდა და უცხოეთში ცხოვრობს, აქ ვერ დაინახა ვერაფერს ამ. გეგონება ეს პოლიტპატიმარი მოგვანიჭეს და გეგონება გლისბილეთით იყო გაგდებული. ანუ პრობლემაში ხარ, არავინ არ გიღებს, არსად არავინ არ გელაპარაკება. ზურგს გაქცევს უკვე. ყველა ზურგს გაქცევს, გეგონება ეშინიათო, ან ისეთი საფრთხეა, რაღაცა და რაღაცები. ეს იცი რატო ხდება? ეს ისევ ის თქვენი თქმის არ იყოს რა. იდეოლოგია აქვს. ჩარჩენილები არიან იბძოლ ახალი დრო მოდის ახალი რაღაცები საზღვრება ქვეყანა სოფლიო უკვე შეიცვალა რაღაცნაირად და კიდევ უფრო გარდაიქმნება სოფლიო ესენი დარჩენ იმ ეპშტეინის იმ ლიბერალიზმის დამპალიბერალიზმის ესენი დაუპირისპირდნენ ისი ეს ბიბლიანები ახალაიას სისტემას წარმოიდგინეთ ახალაიას სისტემას და დღესაც ახალაიას აი კლანები არიან ბაჩანა ახალაიას კლანები რომელი კლანების მიხედავთ ესენი იდევნებიან გაიგე აბა რა იქნება და არის სახელმწიფო სტრუქტურებში ბატონო ტრისტან რა აი ბიჭო ძირეული გარდაქმნები არ მოხდა ქვეყანაში კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა 2012 წლის შემდეგ გარდაქმნები უნდა გარდაქმნილიყო პროკურატურაც ის კი არა რომ ჩვენი პროკურორები რო დღესაც პროკურორები არიან სასამართლომ გამამართლა ყველა პუნქტით ყველანაირად და დღეს ისინი პროკურორები არიან ისინი პროკურორები ისე დღეს კიდევ პროკურორები არიან აი მაგალითი ძვირფასო და რემაგურებებო ადამიანი ვინც დაეჭირა ვინც გაასამართლა ვინც უკანონოდ მოექცნენ ასეთი მათ ხო ისინი დღეს ისევ თანამდებობებში არიან და ისევ თავიანთ ესე იგი ბინძური საქმეებით არიან იმას ხო კიდე გააკეთებს ბინძურ საქმეს რო დასჭირდეს ხელისუფლებას
ესეთ ხალხს ალბათ იმიტომ ტოვებს ხელისუფლებას, რომ როცა დასჭირდება თვითონ გააკეთებინოს ბინძური საქმე. აბა რის სჭირდება ესეთი ისა? ნუ ახლა ბუნებრივი არის, ჩვენ ასეთი საბეჭდილება გვჩება. საბეჭდილება ეგეთი დარჩება, აბა რა. ესე იგი ჩათვალე რომ პოლიცია, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუსი, მუსი, გუსი ეგეთ სიტუაციაშია, რომ ესე იგი პოლიტიზირებულია რა. ეს ადამიანები რატო არ გაუჩნდათ? რატო არ ავიყვანეთ ახალი კადრები? რა საქართველოში კადრები ჭირს? წესიერი იურისტების კადრები ჭირს? სამწუხაროდ არ ჭირს. იმდენი იურისტიაო. ამდენი არ ჭირდება საქართველოსო პრემიერ-მინისტრი გამოვიდა რა. იურისტებიო კიდე რაღაც დარგებზე თქვა, რაღაცებზე ილაპარაკა. განათლების სისტემაზე ილაპარაკა. თუ ამდენი იურისტია. ის მამაძაღლი გააგდე, მოაშორე. ვისაც არასწორად მიუდგა ის პროკურორი. ერთი უნდა ნახოთ ბატონტის და როგორ იმდროინდელი ესენი რა ქონებებს ფლობენ ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. სხვადასხვა რაიონი. მაშინ მიშაზდროინდელები. ერთი ნახე რა ბიზნესებში არიან. რა სახკარები აქვს და კითხვა ისმება ძმო. შენ გეუნებიან რომ გაწამა სააკაშვილის რეჟიმმა რომ კინაღამ რომ მოჰკლეს და გადარჩი ღვთისწყალობით და ხარ, მაგრამ ჯანმრთელობა შერყეული, ყველანი ოჯახი დაუნდო იმ ხალხს აღარავინ არ კითხულობს, გამიგე? ამათ ესენი, ესე იგი, იმ აწამებდნენ ხალხს, არასწორად ექცეოდნენ, მაინც არიან იმ თავრობაში, ამ თავრობაშიც მაინც არიან. გეთანხმებით. ესე იგი, რა შეიცვალა? რა შეიცვალა? რა 50 კაცისთვის მოხდა რევოლუცია ესა არჩევნების მოგება 2012 წელში რომ თელმა საქართველოს რო იყივლა ეს იყო ერის ყივილი გამოძახილი ამ სისასტიკეების და ამ სიბინძურეებისგან რასაც ჩადიოდნენ ესენი ეს კოლელების ბანდები რო ყავდათ და ყველა რო ისროდა სადაც უნდა და ვისაც უნდა და იმას მოკლავდნენ იმას დაიჭერდნენ იმას ათქმევინებდნენ წამებაში და ხოცვაში ვერ გავიგე ხო დამთავრდა ეს დისტეიტი და ეფშტეინი და ისენი ხო მორჩა ესენი ესე იგი ძალა არ აქვს ხელისუფლებას აბა რის ხელისუფლებაა თუ ძალა არ აქვს და არის მოქმედი ახლა ნახეთ ბატონო იმად დაძდევენ კიდე ქუჩაში ბიჭებს იმას რატო ელაპარაკე იჭერი ვიღაცას ძმაკაცი ყავს აი მათმინდა რა ნახო ახლა რას აკეთებენ რა ვერ გავიგე მაო რა ესე თუ ძმაკაცი ყავს თუ ესე იგი რაღაცა ის ქართული კაცური ვაშკაცური ის გაგაჩნია მენტალიტეტი გაგაჩნია გაიგე და ხარ რაღაც მიღებული ახალგაზრდა ან მეზობლებში ან ქუჩაში გაიგე მიღებული ხარ და რაღაც ავტორიტეტი გაქვს ქუჩაში ამ ცხოვრები ცხოვრობდი ჩვენ გაიგე ამას ქვია თქვენ ახლა სხვანაირად ნათავთ ამას მაგრამ ეს ავტორიტეტები იყვნენ ადამიანები რომლებიც ითვალისწინებდნენ და პატივცემდნენ და ყველანაირად სიტუაციაში იმ უსამართლობას ებრძოდნენ გაიგე და ავტორიტეტი უსამართლობას არ შეიძენდა არასდროს გაიგე და თქვენ ამასაც კი დაერიეთ გაიგე მიშაზდროინდელი კანონებით მოქმედებენ ესენიც როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს უწუდოთ თქვენ იმითი რაღაცა ქვია რაღაც იმის მენტალიტეტი მიმდევარი და ეგეთ რაღაც ო კანონიერი ჯერ ქურდი თუა კანონი რაშუაშია როგორ შეიძლება სად არის კანონია ქურდია ვერ გავიგეთ უბრალოდ კანონიერი რატო ტრიალებს უსამართლობაო ქუჩაში იმიტომ ტრიალებს უსამართლობა ქუჩაში რომ გაავსეთ აგე ამ კიკინებიანი და საყურე პიდარასებით გაავსეთ უბნები ავტორიტეტები მოსწეს უბნებში კაცო უბნები თუ გაავსეთ პიდარასებით და ბოზებით გაავსეთ პიდარასა უბნები და უსამართლობა იტრიალებს აბა რა იქნება ქუჩებში ყველა ნორმალური ადამიანი გააღწიეს საქართველოსთან გაიგე რაშია საქმე ზოგიც ორი ბავშვი რო შეარიგო ახლა ბატონ დრისთან და ვიღაცამ გიჩივლო თქვენ რო ჩხუბობდეს და შეარიგო ჩვეულებრივი ადამიანად მოიქცე შენ უბანში რა თქმა უნდა გიჩივლებენ და ჩაგეთულა ქურდული ტრადიციების მატარებელი და რაღაც მამაცაღლო ჯანდაბა როცა ქუჩაში ორი ადამიანი ბიჭო თუ ადამიანი გინდა მეზოვე იყოს გინდა ქურდი დავაზაკი იყოს გინდა ჩვეულებრივია მინისტრი იყოს თუ არ აშავებს რატო იჭერ იმ ადამიანს რატო იჭერ იმ ადამიანს კაცო და პატივს სოცემენ გაიგე და აბა ადამიანი თუ იმ დღეს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ეს ქვეყანა ავტორიტეტებზე იდგაოდა ავტორიტეტებს სცემდნენ პატივს და ავტორიტეტები მართავდნენ აბა ასია ქართული ტრადიციაა ტრადიციები ავტორიტეტებზე იმართებოდა ქვეყანა აბა რაზე იმართებოდა აბა ავტორიტეტი ყველგან საჭიროა როგორც სამინისტროებში როგორც სახელმწიფო დაწესებულებაში მერიებში ისე ქალაქებში, სოფლებში, ქუჩაში, უბანში, ოჯახშიც. აბა, თუ
ავტორიტეტი არ არის, კაცი, ოჯახში ვინ ახარს? ოჯახში მამაკაცი თუ რა ხარ ავტორიტეტი დამთავრებული საკითხია, იმ ოჯახის ჩამოშლილი არის, გაიგე? რა საკეთებს, როგორ შეიძლება ასე? და გააქციეთ ამნაირი ადამიანები, ახლა ეს ყველა გააქციეს, ამ ქვეყნიდან დაატოვეს, მარტო კი ქვეყან ერთი რისი მეტად არიან, რამე რო გადმოვარდეს, ან რამე ატყდეს. ღმერთმა დაიფაროს რომ რამე მოხდეს. ვინა რუსთაველზე რო გოგო ბიჭები დგანან, ისინი დაიცავდნენ სამშობლოს. ვინა ბიჭები პიდარასები არიან? ისინი ვინ არიან დამცველი ამ ქვეყნის? ვიღა დაიჭერს იარას ხელში კიდე. რო ეს გაბიბინებული ხალხისთვის და იმემა შვილები გადამალონ, გააგზავნონ, გამოაგზავნონ და ჩვენ ავიღოთ მე და ტრისტანმა ისე ვიარაღი და ჩვენ დავიცავთ სამშობლო. მეტი არ აგიდგათ გვერდები რო იტყვიან ესე რა. არ გაახურეს პირველი მაგას გავიდენი წინ ბიჭო. ვინ? სიარწავ დაიმალებიან ბიჭო. სადამემალებიან, მე დამემალებიან ერთად. სადა ისე გაიქცევიან ბატონო ტრისტან ჩავკეტავ, საზღვრებს ჩავკეტავ, გაიგე? ვინ მოგცევს მაგის უფლებას? რა ვინ მოგცევს? ღმერთთან უგზას აქ რამე დაიწყოს. ღმერთთან უგზას ამათი უგნურობის რამე დაიწყოს ამ ქვეყანაში. და ჩვენ ბიჭო მოყოლა ესე მიდიან ბატონო ეხლა მიდიან ვითომ ეს პოლიტიკური პარტიები რა ესენი პოლიტიკური პარტიები ხო არ არიან ბატონო ტრისტან ესენი აგენტები არიან და მიდიან ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციაში ვიღაცას უნდა ელაპარაკონ თუ აქ ადამიანის უფლებები ირღვევა თურმე აქ არ არის თურმე ელენე ხოშტარიას ტყუილა მისეს 4 წელი თუ წელიწად ნახე 4 შვილის დედა მე ეხლა მე ჯერ კაცის დაპატიმრება რა არის და ქალის მით უმეტეს ბატონო ტრისტან მე ყველას თანაუგზო პატიმარს რა მაგრამ კაცო ეხლა როგორც ამბობენ ჯარიმები არ გადაიხადაო ის არ გადაიხადა გირაო ის არ გადაიხადა შედა ლოცვილო 4 შვილის დედა ხარ შვილები გაზარდე პრობლემა არ აქვს არაფრის პარლამენტარიც იყავი, მინისტრის მოადგილეც იყავი. ბიჭო, როგორი 4 შვილის დედა არის? როცა იმაზე, რა ქვია, LGBT პროპაგანდის იმაზე, გეი მემორანდუმზე ხელს აწერდა, მაშინ თავისი შვილებს არ ფიქრობდა? არა, ეს ფულის გამოკეთება. მე რა გეკითხები, ახლა შენ დედა არა ფიქრობდი, არა დედა, რომელსაც 4 შვილი ყავს, შენ აწერ ხელს გეი მემორანდუმზე და თან ახმახარ რომ შენ შვილები პიდარასტე იყოს. ხო გაიგე, ამეთი კირაფელია. ბიჭმა ჩაისოს ტანგა და იაროს. ტანგით და ტანგათი შვილმა. და გაუთხოვდეს ბიჭი და ისა გოგო ბიჭზე გათხოვდეს და გოგო გოგოზე გათხოვდეს. ამაზე მოაწერა ხელი და როგორ არის ის 4 შვილის დედა? არ ვიცი, არა, ნამდვილად რო არის ვიცით 4 შვილის დედა. მე არ ვიცი, ატყობა არა მისი შვილები, ის თუ არა, აბა ახლა მისი შვილები. მისი შვილები, ბიჭო, მისი ხელმოწერით დაღუპა თავის შვილები, კაცო. ხო, დაღუპა რა. ბატონო ტრისტან, ამაში ფულს იხდიდა. ფულს იხდიდა დასავლეთი, დიდ ფულს იღებდნენ ამაში. ეს უნდა გაკეთებულიყო. ეკლესია უნდა დაქცეულიყო ჩვენი ეკლესია. უნდა შესეოდენ ესენი ჭილყოვებით. მაგრამ კი არ იციან, ამდენი წელი არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია. ვინც მართლმადიდებლობას და მართლმადიდებლურ სიწმინდეებს ომი დაუწყო, ყველა განადგურდა რა. ყველა ამას ღმერთი არ დაუჩევს და ამათ წმენა არა. ამემ არ იცი რა არის მართლმადიდებლობა. ვიღაცები გამოდიან მართლმადიდებლობა ვიცი რა არის? რა არის? უნდა მაგინო და მე მადლობა უნდა გიხადო? მოხვიდე გამომაგდო ტაძრიდან და მე მადლობა უნდა გითხრათ რა არის? ჩემ წმენას ნუ შეეხები და ჩემს ტრადიციებს. ესეთი წმინდა ვერ იყო ალბათ იცით ბატონო ტრისტან შეგახსენებ და მაყურებელსაც შევახსენებ იონე ოქროპივი. კი. ესეთი რამე თქვა დიდმა წმინდა მამამ. ერთხელ შეაგინესო შენ სარწმუნოებას და შენ იმასო შელახესო შენთან მოყარებო. მეორეთო მესამეთ არ გაჩერდეო. პირდაპირ ეძახის. ესეთი წმინდა მამა რომელიც ასტრალში გადიოდა ღმერთს ელაპარაკებოდა. ადექი და დანაყე დაამჟავე რაც კი და უქენიო. მაგის ღირსები არის რა კი. ხო. ბოლო ამოიყვანს. ეს ხალხი ვერ დაინახა თელმა მსოფლიომ რომ ჩვენ ის ერი ვართ. როგორი პატივით დაგზავნეთ ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი. თელი ერი მოვიდა. აი ეს არის საქართველო. ის კი არა ტელევიზიებში რომ გამოყავთ ჭილყვავები. ეს სარაველა ბალახი. ამათ ეძახი სარაველა ბალახი. სანამ სარაველა ბალახი ფესვიანად არ ამოიძირკვება ბატონო ტრისტან. არ გამოვა ამ ქვეყნის დაწყნარება და ამ ქვეყნის წინწასვლა და განვითარება ყველანაირად შეფერხებულია ბატონო ტრისტან. ყველაფერი შეფერხებულია, მეცნიერებაც, ეკონომიკაც, ის რა ეკონომიკა გვაქვს ესეთი რომ ამდენი პროცენტით გაიზარდა ვითომ ჩვენი ეკონომიკა რა. სოფლი ხალხი მაცივარს გაუღეთ ერთი დაიარეთ სახლები და გააგეთ მაცივარი რაუდებს ხალხს. რა ფაქტი საგაზია ჩვენი თანამშრომელი კოტეს ცარიელი აქვს მაცივარი. ხო, ცარიელი აქვს, კოტეს ცარიელი აქვს მაგალითად მაცივარი. სოფელში ხალხი აღარ არჩება, ყველა გარბის.
ზოგი ქალაქში გამოვიდა, ქალაქში რო ერისგან, მე საუბარით მიდიან. დაცარიელდა მთელი სოფლები, რა სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკობენ რა, რა ტურიზმის განვითარება. თუ არ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტები შემოდიოდნენ საქართველოში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, მეტი წილი. კი. რუსეთიდან მოდიოდნენ, ბელორუსიდან, უკრაინიდან, ახლა უკრაინიდან ვიღაცა მოვა. დაქცეულია ის ქვეყანა და დააიქცა და დაანგრია. იმ deep state-მა, იმ Heifsteinებმა და ამერიკელმა ამ ხროვამ. მე მახსოვს, თურმე რუსებს გაყავთ ბავშვებს იპარავენო. რუსებმა გადაარჩინეს. არა, მომისმინეთ. რუსებს ეს deep state-ის ტელევიზიები. თურმე რუსებს იტაცებენ უკრაინელ ბავშვებსო, გაყავთო და იმაში მე თურმე აღმოჩნდა რომ სადმე ყავდათ ეს მოტაცებული ბავშვი. კიდე კაი რუსებმა უფრო მეტი უნდა წაიყვანათ რომ იქ არ მომხდარიყონ იმ სიბინძურეში და იქ გაყოლებენ. Heifsteinis იმაში არ მომხდარიყო ბუნაგში. რას Heifsteinis რაღაც ორგანიზაციებში. რას უშევდნენ ამ ბავშვებს ბიჭო რა იყო საშინელება. ჭამდნენ ბავშვებს 21 საუკუნეში ცივილიზებული 21 საუკუნეში როცა ცივილიზაცია ამხელა დონეზე აზული კანიბალიზმს აკეთებდნენ ბიჭო. ესენი რა დასანდობი ხალხი და ესენი იმათი მომხრეები იყვნენ. იმათ იდეოლოგიაზე გაზრდილები არიან, იმათ ფულს იღებდნენ. რომ საქართველოს დაექციათ. კარგი რა მოპეთ რა, აღადგინე რა ხელისუფლებას. ისიც რა არის ახლა ბატონო? ეს ყველა სამუდამოდ აღადგინე და ყველას არ დალაგდებით. თუ ესე გაწყობთ, ყოფნა გაწყობდეთ მაშინ რა. მაგრამ უკვე ქართული ხალხიც აღარ მოგცევთ ხმას მერე რა. მომლარჩევნებზე. თუ კიდე აპირებთ რა. გამოინახება ქართველი რა. ისეთი ქართველი რომ გაყვება ბოლო-ბოლო ხალხი რა. დამეჯერეთ რა. ასეთ ქმედებას, ასეთ პარპაში ამ მეხუთე კოლონისას არ დაუშვებს ქართული ხალხი რა. დავღვალეს რა. ყველ ჩართავ ეხლა ხო ეს საპატრიარქოს თემა ხო არის და დანარჩენი სულ ამათზია ლაპარაკი. ამან ესა თქვა, იმან ისა თქვა, ამან ერთი კი არა თქვეს, ეს კეთდება. ეს ქარხანა აშენდა. ეს ქარხანა აშენდა, ეს ფაბრიკა აშენდა, ეს აშენდა, ის აშენდა. ამდენი მრავალშვილიანი ოჯახი აგერ ამდენი დღეს ამდენი მრავალშვილიანი ოჯახებს. დღეს ამდენი ბავშვი დაიბადა ამ სამშობიაროში. არაფერი ან სამეცნიერო გადაცემები ან სოფლის მეურნეობაზე იყო რაღაც გადაცემები ან რაღაც სისულელები სერიალები გამოურეცხეს ტვინი ხალხს სერიალები და საინფორმაციოები ყოველ 2 საათში დაძაბეს ხალხი ის მოკლეს ის იმასაკ იმან შვილმა ძმა მოკლა დედა მოკლა კარგით რა ხალხო იმიტომ კლავენ ხანს უკვე ფსიქოზია ბიჭო ერთმა მითხრა მოკლედ ამ საინფორმაციოების ყურებით ისე დავიძაბეო ბალიშკეს ტაპორი მიდეს გაიგე რა თქმა ბიჭო მეუთხარ ტაპორი მეც რა ვიცი ბიჭო იმათ შევათ მეკცაო გაიგე სულო იმან ის დაჩეხაო ამან იმას მოაჭრა თავიო იმის გააუპატიურაო ეს და ბიჭო რა ვიცი ღამეო რომ ძილს აი შემომერთეს სახში ან დასაჩეხად ან იმათ ტაპორი დავიტევით თავქვეშ გავაკეთო რა ის სულ არის უკვე ხო უყურეთ ბატონო და როგორ ომი მიდის რა ახლოში ვართ 2000 კილომეტრია რა. არ არის მაგდენიც არ არის. არც არის მაგდენი დაუშვათ ირანთან. 1500 კილომეტრზე მეტი ხო არ იქნება ირანთან საზღვარი. ჩვენი და სასოფლო. არა, სახელმწიფო კი, მაგრამ საჰაერო უფრო ახლოა. საჰაერო უფრო ახლოა კი. ბიჭო. ხელისუფლებამაც დაიწყო ამ ფასებზე ლაპარაკი. გაიწელა სანამ ომი არ დაიწყო. ბიჭო, ხელისუფლება ხარ. ეხლა ფასებს ბიჭო დამთავრდა მოგდა ექნება ფასების თემა აბა მოგდა აბა რა იქნება ახლა მე ბატონთან რას ვლაპარაკო მე ბიჭო რა თუნდა ხელისუფლება ხარ პარლამენტში შექმენი თავრობაშიც კომისია რა თუნდა კომისია დაუძახე ხო იცით რამდენი შეუნტანია 50 100 დისტრიბუტორია ეს ქსელური მაღაზიები 20-ია დააგეძახათ ყველა ერთიზე გეთქვათ რა ერთი რა დააკლდება ხვალიდან ფასები ყველაფერს. აბა თუ არ დააკლდებოდა. მაგრამ არ დააკლებენ, იმიტომ რომ ყველა ვიღაცა საქმეშია, ყველა თავის კუშს ელოდება. მიბმული არიან. ნაიცი როგორ არის, გადახლართულები, აი ჯაჭვური რეაქციით არიან გადახლართულები რა. იმის არ იყოს გაზის მომარაგება და ისა ყველაფერი. ერთი გაზი მოდის იქიდან, რუსეთიდან, როც შემოვიდა საზღვაო იქიდან 5 კომპანია ჩარეული. რა თუნდა გაზრდება გაზი, აბა რა იქნება. ესე იგი
სოფელ და რაიონი ნაწილებენ, აი ყველაფერი მიწები ხო ამათ ხელშია, ყველა მიწები, სოფლად, იმათ, სადაც ისინი კაისავ, ეხლა იძახიან, სასოფლო სამეურნეო მიწა არის, რატო უნდა არასასოფლო რატო უნდა გაიყიდოს საქართველოში? უცხოელზე რატო უნდა გაიყიდოს საქართველოში? უნდა იმ უცხოელს მოვიდეს, ააშენოს, იმუშაოს 30 წლით იქნება თუ 40 წლით, всё წავიდეს რა. დაგვანებოს. კან სანდაგავთ მიწა გასაყიდი ამდენი. გეოვნებით მოვა ის ხელისუფლება, სადაც რა არის გაყიდული არასწორად, ამას უფალი დაუშვებს საქართველოში და ყველას ჩამოართმევენ ყველაფერს. ბატონო, ჩვენი დრო სამწუხაროდ იწურება, მაგრამ მე მაინც კიდევ მინდა შევახსენო ხელისუფლებას, თქვენ საქართველოს მოსახლეობამ მოგცათ ხმა იმისათვის, რომ ქვეყანაში აღადგინოთ სამართლიანობა. და სამართლიანობას ითხოვს დღესაც საზოგადოება, სამართლიანობას ითხოვს დღესაც ბატონი ზაზა და მეც და ჩემნაირებიც, ხო? და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს დღეს ეს ძმები ბიბლიანები, ზურა და გელა, რომლებიც გააქციეთ ამ ქვეყნიდან და გააქციეთ, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა დაიწყეს ბრძოლა სწორედ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც უსამართლობას დღეს ტრიალებს ამ ქვეყანაში, ხო? და შეუქენით პირობებისა და დაატოვებინეთ ეს ქვეყანა, ხო? ხო, გააკეთეთ ისე რომ ხალხმა იგრძნოს, რომ ყავს ხალხს პატრონი. პატრონი ყავს იმას ნიშნავს, რომ ხართ ხალხის გვერდში და იცავთ ადამიანების უფლებებს და ხალხის უფლებებს. ეს გააკეთეთ, ამას თუ არ გააკეთებ, თქვენ ხალხი იცოდე როგორც გამოუტანეთ განაჩენის სხვა დანარჩენი ხელისუფლებებს, მიიღებთ თქვენს იგივეს, ხო? მოვა არჩევნები და აქ რევოლუციებზე კი როგორ საუბარი. არ ერთ ჩვენია დღეს არჩევნებზე გაეღვიდეთ ეს ხალხი, უკვე გაეხსენებათ გონება და აღარ იქნება თქვენს მიერ უკვე ისინი ზომბირებულები და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ამიტომ სანამ გვიან არ არის, ხო? ნუ დაუშვებთ იმას, რომ ადამიანებმა უსამართლობის გამო დატოვონ ეს ქვეყანა და შესაბამისად შეუქმნათ ისეთი პირობები აქვს, რომ მათ არ ქონდეთ ცხოვრების საშუალება და ამიტომ გააკეთეთ სწორად და იმოქმედეთ სწორად და დაიცავით თქვენი მოქალაქეები, თქვენი მამულის შვილები და მიეცით იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში გაამრავლონ ერი და გაამრავლონ სოფელი, ქალაქი, რაიონი და გააზიარონ ეს ქვეყანა. ამის საშუალება მიეცით. ბატონო დრისთან, ერთი ბოლოს ვამთავრებთ უკვე და ბატონო დრისთან, რა არის, რამე რო ფუჭდება. აი, უბრალოდ მეზობლის რაღაცა რომ მოხდება, პატარა, უმნიშვნელო. აუ, რა არის ქართული ოცნება რა. ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე. სულ ყველაფერში თუ რამე ხდება არასწორი ქვეყანაში, ყველაფერში ადანაშაული რამკაც რა. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი ყველაფერში. ამიტომ არის ეს თვითონ საბოტაჟინგები და დივერსანტები არის ჩანერგილი. ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ძალოვნებში და მას მაგენი აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რომ დაუპირისპიროს. მერიებში და გამგეობებში ბევრი ყავთ. მოკლედ მისფასოთ ელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ გავაგზავნეთ ბრძოლას და კვლავ ყოველთვის თქვენთან ვიქნებით და მადლობთ რომ გვიყურეთ. კარგად ზადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.